სასამართლო პროცესზე დაიკითხენ ექსპერტები, რომლებმაც აიღეს თმის ნიმუში და შესაბამისი კვლევა ჩაატარეს ნარკოლოგიური თვალსაზრისით და დაადგინეს, რომ ნიკოლოზ კაცია არ იყო ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებელი. მოგეხსენებათ, აღნიშნული ინფორმაცია ძალიან მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ როდესაც ატაკის ავტორმა განაცხადა და ისინი, რომ ნიკოლოზ კაცია იყო აქტიური მომხმარებელი და უკანონოდ შეიძინა და ინახავდა ნარკოტიკულ საშუალებას, აღმოჩნდა, რომ ნიკოლოზ კაცია არ მოიხმარდა არც ერთი კატეგორიის ნარკოტიკულ საშუალებას. ბრალდების ხარის კითხვაზე, რომ შეიძლებოდა თუ არა, რომ ყოფილიყო და არ ამოსულიყო, ასე ვთქვათ, ნივთიერება, ექსპერტმა განაცხადა, ლევან სამხარაულის ეროვნული სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტმა განაცხადა, რომ თუ იქნებოდა მოხმარების ფაქტი, ამოვიდოდა ასე ვთქვათ, კვლევაში აისახებოდა, რადგანაც არ ამოვიდა, ეს დასკვნა არის კატეგორიული და ესე იგი მას არ მოუხმარია ნარკოტიკული საშუალება. ექსპერტმა განმარტა სასამართლოს ხდომაზე, მან აღნიშნა, რომ შეიძლება იყოს ეს თვეები და წლები. ანუ პიროვნებამ შეიძლება მოიხმაროს ნარკოტიკული საშუალება და ინფორმაცია თმამ შეინახოს თვეები ან წლების განმავლობაში.